ტელეკომპანია მაესტრომ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბიზნეს კონტაქტის საქმიანი დილა და ანალიტიკა ეთერში დარჩეს ამ გადაცემების ავტორის და მენეჯერის გიორგი ისაკაძის გარეშე. მე მაქვს უფლება მიმართო სასამართლოს და მე ბუნებრივია ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ. რვიანში დებატები, ხელისუფლება, მედია, სასამართლო და წერილი. რუსთავიორის საქმის დღევანდელი სხდომა სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამ დროისთვის კოლეგიას საკუთარი არგუმენტები რუსთავიორის მეფე ყარამანაშვილების და ტელეკომპანია საქართველოს წარმომადგენლებმა უკვე გააცნეს. პროცესი განახლდება 3 ივნისს უკვე ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სააპელაციო პოზიციის მოსმენით. ასეთია სიტუაცია დღის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ თემასთან დაკავშირებით. ერთმანეთის პირისპირ ელისო ჩაფიძე, ქართული ოცნება, თინათინ ბოკუჩავა, ნაციონალური მოძრაობა, საღამოშიდობის საქართველოს, მადლობა ეთერში სტუმრობისთვის. ელისო, მაინც გაქვთ თუ არა როგორც მედიის ძველ წარმომადგენელს, რომელსაც არაერთ გზის გიბრძოლიათ, როგორც საკუთარი ჟურნალისტური უფლებებისთვის, ისევე სხვებისთვის, ამ საქმესთან დაკავშირებით შფოთი, რომ შესაძლოა პროცესი იყოს კოორდინირებული სახელისუფლებო მმართველ კოალიციასთან, მმართველ პარტიასთან უпроსორად და მის რომელიმე ლიდერთან, ფაქტობრივთან ან მის უკანდგომთან. მოგესალმებით ნინო, მივესალმებ თქვენს მაყურებელს, თქვენს სტუმარს. ძალიან ღრმად ვფიქრობ რუსთავიორთან დაკავშირებულ პროცესებზე და სამწუხაროდ ეს პროცესი არ დაწყებულა დღეს და გუშინ. ანუ ჩვენ ალბათ ანალიზი მაინც უნდა გავაკეთოთ იმ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, როდესაც ამ ტელეკომპანიის მესაკუთრეთა ცვლა მიმდინარეობდა 2004 წლის შემდეგ და არაერთი ჟურნალისტური გამოძიებაც იყო მიძღვნილი ამ თემასთან დაკავშირებით. რატომ აღმოჩნდა ეს ტელეკომპანია ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე, შემდეგ მეოთხე მესაკუთრის ხელში? და ხდება ისე, რომ ამ მესაკუთრეებს ეს მესაკუთრეები იყვნენ იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და როგორც მე ვხვდები, სწორედ ხელისუფლების ხელდასხმით ხდებოდა სწორედ აი იმ წილების გადაფორმება სხვადასხვა ადამიანებზე და სწორედ ამიტომ თანამოაზრეებთან ერთად ჩვენ შევქმნით ჩემთვის ძალიან საპატივცემულ ადამიანებთან ერთად გარკვეული მოთხოვნები იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანიის მესაკუთრეები ყოფილიყვნენ გამჭვირვალე საზოგადოებისათვის, ანუ ადამიანები ცოდნოდათ ვინ დგას კონკრეტული ტელეკომპანიის უკან და რა ფინანსებით ფინანსდება ესა თუ ის ტელევიზია. სწორედ ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რამდენად ობიექტური მიუკერძოებელია ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ესა თუ ის ტელევიზია. დღეს ოფშორებში რეგისტრაციის პრობლემა, ვფიქრობ, მედია საშუალებებში აღარ არის როგორც ასეთი სწორედ ამ პრობლემა. კანონის საფუძველზე მოიხსნა. ის რომ ტელეკომპანიის ერთ-ერთ მესაკუთრეს უჩნდება ყოფილ მესაკუთრეს და ალბათ არავინ არ დავობს იმაზე, რომ ბატონი ქიბარ ხალვაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტელეკომპანია რუსთავი ორში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა, მას უჩნდება გარკვეული პრეტენზიები არა მხოლოდ რუსთავიორთან მიმართებაში, არამედ იმ ქონებებთან მიმართებაში, რომელიც მას სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩამოართვა თუ წაართვა თავის დროზე და დღეს როგორც ჩანს ამ ადამიანმა დაინახა გარკვეული შანსი იმისა, რომ ეს ქონება მას დაუბრუნდეს, ხომ? ეს არის სამართლებრივი დავა. მე არა მაქვს არავითარი გულშემატკივრობ ჟურნალისტებს და გულშემატკივრობ სარედაქციო პოლიტიკას რუსთავიორისას და ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე კიდევაც ვესაუბრე მათ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთავიორი, რომელიც ვერ ხედავდა განვლილი წლების განმავლობაში სოციალურ პრობლემებს, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობდა, სახლკარ გაყიდულ ადამიანებს, დაჩაგრულებს, გარდაცვლილებს, რომელიც არ საუბრობდა. მე მახსოვს ერთადერთი შემთხვევა ეკახოფერიას მხრიდან, რომელმაც დატოვა პირდაპირ ეთერში სწორედ ზეწოლის გამო, ხელისუფლებიდან ზეწოლის გამო გადაცემა, გირგვლიანის თემას ეძღვნებოდა ეს გადაცემა, მაგრამ არ იყო ბევრი ასეთი გმირული ნაბიჯი მედიის წარმომადგენლების მხრიდან გადადგმული. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას დღეს არ სჭირდება ჩარევა რუსთავიორთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებში, მაგრამ ალბათ უფრო ღრმად უნდა გავაანალიზოთ ის რეალობა, რომლის წინაშე ჩვენ აღმოჩნდით. ხელისუფლებას არ აქვს არავითარი უფლება რომელიმე მესაკუთრეს აუკრძალოს სამართლებრივი დევნა
მის საკუთრებასთან მიმართებაში. ეს დადასტურდება მოგვიანებით ხალვაშის ქონებრივი პრეტენზიები რუსთავი ორის მიმართ თუ არ დადასტურდება, ეს სხვა საკითხი, ეს უნდა განიხილოს სასამართლომ და ჩვენ გვყავს როგორც ადგილობრივი, ასევე საოლქო, შემდეგ საკასაციო, ძალიან ბევრი ინსტანცია და ბოლოს და ბოლოს შეიძლება სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლოში იდავო გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მოსაზრება გამოთქვას, ეს პროცესი ყოველთვის ცნობილია და ფაქტია, რომ მეპატრონეების გამოცვლა იყო პერმანენტული ხასიათის რუსთავი ორში და ისიც ფაქტია, რომ შესაძლოა ერთ-ერთ მეპატრონეს ჰქონდეს თავისი კერძო ინტერესი, კერძო დავა რომელიმე ამჟამინდელ მეპატრონესთან. რატომ ჩნდება ამდენი შეკითხვა, თუ შეგიძლიათ მაინც დაგვისაბუთოთ აი ამ დროის მონაცემებით? კი, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს პროცესი წარმოადგინოს როგორც სამოქალაქო დავა, მაგრამ ამ პროცესს სამოქალაქო დავასთან და ზოგადად სამართლებრივ ჩარჩოებთან არანაირი და მართლმსაჯულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ჩანს ძალიან ბევრ ამაში. ერთი იმაში, რომ პროცესი მიმდინარეობს ძალიან ფორსირებულად, ამაზე საუბრობდნენ დღეს ადვოკატებიც ძალიან ნათლად, როდესაც პროცესების ჩანიშვნა ხდება ისე, რომ დაცვის მხარესთან საერთოდ არ არის შეთანხმებული. დღევანდელი სხდომა მაგალითად ისე ჩაინიშნა, რომ დაცვის მხარეს 24 საათიც კი არ ქონდა მოსამზადებლად და საერთოდ შეთანხმებულიც არ იყო. ის, რომ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ იქნა დაკმაყოფილებული მათ შორის მოსამართლეების აცილებაზე. ის, რომ ნიკა გვარამიას განცხადება, რომელიც ნამდვილად საჭიროებდა იმას, რომ როგორც მინიმუმ დაწყებულიყო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, რომ მიმდინარეობს ზეწოლა ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან, საუბარი იყო კონკრეტულად იუსტიციის მინისტრზე ამ კოლეგიაზე, ის, რომ ეს კოლეგია რამდენჯერმე გამოიცვალა, სწორედ იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში მიიღოთ ეს სამი ადამიანი, რომელიც მსად არის ყველაფერზე მოაწეროს ხელი. ის, რომ ამ ადამიანებმა 11 სხვადასხვა საქმე გადადეს იმისთვის, რომ დღეს მომხდარიყო ეს განხილვა და კიდევ ერთხელ მეორე ფორსირებულად და დაჩქარებულად წარიმართოს ეს პროცესი, ის, რომ როდესაც საუბრობთ ქალბატონო ელისო ყოფილ მფლობელებზე, ეროსი კიწმარიშვილის საქმე, რომ სადაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რომელიც თვითმკვლელობის კვალიფიკაციით გამოაცხადა, ასე ვთქვათ, იმ დროინდელმა პრემიერმა ირაკლი ღალიბაშვილმა რამდენიმე წუთში ამ ტრაგიკული ფაქტის შემდეგ და არანაირი გამოძიების შედეგები არ ვიცით ან მიმართულებით ის, რომ ხორციელდება ზეწოლა სასამართლოზე ზოგადად სხვა მიმართულებითაც გავიხსენებ იგივე ია ბარამიძის შემთხვევას, ეს იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ ჩემზე მიმდინარეობს ზეწოლა, ცდილობენ რომ დააყენონ სათვალთვალო აპარატები საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოსასვენებელ ოთახში და მთხოვენ ამის სანაცვლოდ თანამშრომლობას. ხო, ესეთი ფაქტები ძალიან ბევრია. იგივე გიორგი პაპუაშვილი, რომელიც არის ბოდიში ქალბატონო ელისო, მე არ გაწყვეტინებდით, ასე რომ თუ მომცემთ საშუალებას რომ დავასრულო, იგივე გიორგი პაპუაშვილი ბოდიში ვთხოვ დავასრულებ, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია, მე ვფიქრობ ამ ბრძოლაში პირდაპირ სასამართლოს წინააღმდეგ და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. გიორგი პაპუაშვილის განცხადებაც გვახსოვს, როდესაც ის აცხადებდა, რომ პირდაპირ მას აშანტაჟებენ პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გამოვლენით, ახლა უკვე კანონი მიიღეს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც შეძლო თავის დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინა სწორედ რუსთავი ორის მიმართ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით, ისევე როგორც გიგი უგულავასთან მიმართებაში, ისევე როგორც შენგეხებას მიაშეტენ სარჩელთან მიმართებაში, ისევე როგორც ეროვნულ ბანკის თვის მონიტორინგის ჩამორთმევის მცდელობასთან მიმართებაში, ამ სასამართლო ინსტანციის დასამარებასაც ცდილობდა ივანიშვილი, მაგრამ მე მართლა ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ როგორც ეს მოხდა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დროს, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლე ურთმელიძე აბსოლუტურად ყველაფერზე აწერდა და მოაწერა კიდეც ხელი, უბრალოდ რუსთავი ერის გულშემატკივრებმა და საზოგადოებამ თავისი ერთიანობით შეძლო, რომ დაეცვათ რუსთავი ორი და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაზეც არ უნდა მოაწეროს ნაზღაიძე, გუჯაბიძე, ყაველაშვილმა დღეს თუ ხვალ თუ სამში შემდეგი სხდომა სამში არის ჩანიშნული ხელი, ბიძინა ივანიშვილი
მოსვლის სურვილის აღსასრულებლად ეს აღსასრული არ დადგება რუსთავიორის, იმიტომ რომ მას ყავს ძალიან ბევრი გულშემატკივრი, რომელიც მათ დაიცავს. ეს არის ერთი საერთო კონტექსტი, მან უამრავი ფაქტი ჩამოთვალა, როდესაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუციებზე, ასევე მაკონტროლებელი ფუნქციის მქონე ინსტიტუციებზე, მათ შორის არის მედიაც, რომელიც უნდა დარაჯობდეთ თქვენ ხელისუფლებაში მყოფებს, აქვს კონტროლის სურვილი მასზე, აქვს ხელისუფლებას. აი რა გაქვთ საწინააღმდეგო არგუმენტია ეს სურათი, რაც მან დაგიხატათ, არის მრავალკომპონენტიანი. ეს სურათი იწყება ბოლო 1-2 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებით, რაზეც ქალბატონი თიკა საუბრობს, ის მანამდე არ იყო პოლიტიკაში ისევე როგორც მე, მაგრამ ის არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდირა, რომელმაც დაარბია იმედი, რომელმაც ფეხმძიმე ქალები იატაკზე დაყარა იარაღის ზეწოლის ქვეშ, რომელმაც 7 ნოემბერს დაარბია მშვიდობიანი აქცია. აი ასეთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი რომ იყო სიმართლე რომ გითხრათ, მე აი ამ ეთერში მოსვლაც კი გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ დღეს მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესები. სააკაშვილის ხელისუფლება სასამართლო პროცესები ვინმე საკუთრების საკითხის გასარკვევად არ სჭირდებოდა. ისინი პირდაპირ ეჭრებოდნენ ადამიანებს სახლებში, პირდაპირ ართმევდნენ ქონებებს, გავიხსენებთ თუნდაც ბატონ შალიკიას, სხვადასხვა ბატონებს და ადამიანებს, რომლებსაც პირდაპირ ყაჩაღურად ღამით სახლში ეჭრებოდა აი ეს ორგანიზაცია, რომელიც გახლდათ ხელისუფლებაში იმ პერიოდში და პირდაპირ ართმევდნენ ქონებებს. და ჩვენ ცივილიზებულ პროცესს ვადევნებ თვალყურს, როდესაც ადამიანი დავობს იმ საკუთრებასთან დაკავშირებით. მე მოვიგონე, რომ ქიბარ-ხალვაში მფლობელი იყო რაღაც პერიოდის განმავლობაში რუსთავის. ეს ხომ ჩვენ არ გამოგვიგონებია. ის ხომ რეალურად იყო მფლობელი. კიცმარიშვილიც იყო მფლობელი და მას სხვათა შორის ძალიან საყურადღებო ციტატა არის. კიცმარიშვილთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება მიმდინარეობს. სანამ მე ცოცხალი ვარ, მაშინ რუსთავიორის მფლობელობის საკითხს უჩემოდ ვერ გადაწყვეტენ. ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ ის არის წინაღობა ივანიშვილის რეჟიმისთვის რუსთავიორის დასაკუთრების და ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. რატომ არ დაიწყო ხელისუფლებამ გამოძიება? ისევე როგორც არ დაიწყო გამოძიება ძალიან სხვა ფაქტთან, მრავალ ფაქტთან მიმართებაში, რომელიც რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის ქალბატონი ბარამიძის შემთხვევა თუ ბატონ ნიკა გვარამიას შემთხვევა, ჩვენ ყოველთვის მოუწოდებდით ამ ადამიანებს, რომ ეთანამშრომლოთ პროკურატურასთან. ალბათ ქალბატონო თინა დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია სტუდიაში და დისკუსიაში გაარკვიო მკვლელობის მოტივები, ან თვითმკვლელობის მოტივები, ან ესეთი თანამშრომლობენ გამოძიებასთან, უბრალოდ ხადი არ არსებობს პროკურატურის მხრიდან არანაირი სურვილი იმისთვის, რომ გამოძიებული იყოს ეს ფაქტები. თავად მივიტანე, აი პროკურატურის მუშაობაზე რომ მოგახსენოთ, თუ შეიძლება თავად მივიტანე სარჩელი, მაგალითად კორცხელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ ირაკლი აბესაძესთან ერთად თავად მივიტანე, სადაც არის კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო ჩართული ამ ვანდალურ თავდასხმაში ჩვენი ლიდერების წინააღმდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, არაფერი გამოძიებული არ არის, უბრალოდ პოლიტიკურ ნებაზია საუბარი ქალბატონელის გამოძიებული. თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენლების მხრიდან ჩემზე როგორც ჟურნალისტზე თავდასხმა 2008 წლის მაისის არჩევნების დროს ქალაქ სიღნაღის სოფელ მაღაროში, რომელსაც ყავდა უამრავი თვითმხილველი, რომლის მონაწილეებიც მე მყავდა კამერაზე გადაღებული და სამწუხაროდ დღემდე ეს საქმე არ არის გამოძიებული და თქვენ იყავით 4 წელი ზუსტად ამ ფაქტის შემდეგ ხელისუფლებაში და თქვენც უნდა აღელვებულიყავით იმით, როდესაც მე არ ვამბობ იმას, ეს არის კარგი პრეცედენტი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, დარწმუნებული ვარ, რომელ წელში ვართ, ცივილიზებული ფორმატით იკამათებთ. რომელ წელში ვართ? თქვენ საუბრობთ 2008 წელზე, მე ვსაუბრობ 2016 წელზე. 2008 წლიდან მოდის ეს პრობლემები, სწორედ როდესაც თუ რაიმე პრობლემები არსებობდა და ცხადია არსებობდა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიყავით სრულყოფილი დემოკრატია, ხო ცხადია? სრულყოფილი არა. ცხადია ძალიან ბევრი დადებითი რეფორმა გატარდა, ძალიან ბევრი დადებითი რეფორმა გატარდა 2003 წლის შემდეგ და ამაზე მე მგონი საუბარი ზედმეტია, მაგრამ თქვათ მთავარი არის ის, რომ დღეს ჩვენ ვართ 2016 წელს. თქვენ გქონდათ 4 წელი იმისთვის, რომ თუ რაიმე პრობლემები არსებობდა იგივე მედიასთან მიმართებაში თუ ნებისმიერი სხვა, თქვენ გქონდათ აბსოლუტურად ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ გამოგესწორებინათ სიტუაცია. რა გააკეთეთ ამისთვის? გააკეთეთ ამისთვის ის, რომ მთლიანად დაუქვემდებარეთ სასამართლო სისტემა, ახლა ვცდილობთ, რომ გადაიბაროთ რუსთავიორი, ახორციელებთ ზეწოლას და არნახულ ვანდალურ თავდასხმებს პოლიტიკურ
პოლიტიკურ ოპონენტებზე და შემდეგ არიძიებთ ამ ფაქტებს, მაშინ როდესაც ის ადამიანები, რომლებიც პიჯაკზე მოწიწკნიან უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატს, მათ ციხეში აგდებთ ორთვიან პატიმრობაში. ხა ეს ხო ნათელზე ნათელია და უბრალოდ გული ხდება, იმიტომ რომ მართლა გულის კივილით ვამბობ ამას და არანაირი ნიშნის მოგებით, ჩვენს ევროპულ არჩევანს და იმ დანაპირებს, რაც ჩვენ ხალხს მივეცით, და თქვენ მიეცით, რომ აშენებდით დემოკრატიულ სახელმწიფოს, ამას უშლის ხელს, თორე აქ საუბარი არ არის რაღაც პოლიტიკურ კინკლაობაზე, ხო? ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, რომელსაც თქვენი პოლიტიკური გუნდი უკაცრავად ბოდიშს რო ცხადი აქ პირად არ არის. თქვენი პოლიტიკური გუნდი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, იმიტომ რომ ის არის თქვენი ხელმძღვანელი, ამ არჩევანს ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს აწყენებს კითხვის ნიშნად. ივანიშვილის გვარი და სახელი. სავე განცხადებებს, როდესაც თქვენ საუბრობდით სწორედ ვიზა ლიბერალიზაციის გადაწევას ძალიან აქტიურად იღწვოდით სტრასბურგში, რომ როგორ გეკადრებათ ვიზა ლიბერალიზაციის განცხადებები, ვიზა ლიბერალიზაციის საფუძველი ჩაუყარა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ამისთვის მუშაობდნენ წლები ეს ადამიანები და დღესაც სწორედ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ახლა მე სიმართლე გითხრათ, უფრო მეტად მუშაობ საგარეო პოლიტიკაზე და მერწმუნეთ, რომ აბსოლუტურად ყველგანს მიუხედავად თქვენი მთავრობის შეცდომებისა და მიუხედავად თუნდაც რუსთავი-ორსმეთან მიმართებაში რაც ხდება, სასამართლოსთან მიმართებაში რაც ხდება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ჩვენ აბსოლუტურად ყოველთვის გქონდა და გვექნება ძალიან მკაფი ოპოზიცია, რომ ვიზა ლიბერალიზაცია და ზოგადად ევროატლანტიკური არჩევანი არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომლისთვისაც არ უნდა გადაიხადოს ქართველმა ხალხმა ფასი, იმიტომ რომ ეს მთავრობა არის უნიათო და მავნებელი. საკეთებთ როგორც პოლიტიკური ძალა და თქვენ ხალხი აუცილებლად გაგცემთ 2016 წლის არჩევნებზე ამაზე პასუხს ბიძინა ივანიშვილი, რომლის სახელი და გვარიც მუდმივად ფიგურირებს განსაკუთრებით აი ამ რუსთავი-ორის თემასთან დაკავშირებით. ახაც თქვენ ოპონენტმა არაერთხელ ახსენა. მისი წერილიდან აუცილებლად მოგცემთ შესაძლებლობა საკმარისი დრო. ძალიან სერიოზული ბრალდებები, რომელსაც მე აუცილებლად უნდა მაშინ ბრძანეთ და შემდეგ დავსვავ კითხვას. ეს პროვოკაციები, ნინო, ჩემი ღრმა რწმენით იყოს სწორედ ამ ადამიანების მხრიდან მოწყობილი და სწორედ იმიტომ, რომ რეპეტიცია გაარკვევა. კორცხელს ამბობ. დიახ, კორცხელზე ვსაუბრობ. კადრებში რა ჩანს იმ თემებზე რა კომენტარი გექნებათ. პოლიტიკური ლიდერები, დიახ, და იქ არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ძალიან წუხმა, რომ ესე მწყობრიდან გამოიყვანა ამ ადამიანების უტიფრობა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე იქნება ეს ძალიან გთხოვთ, მართლა უხერხულია ბოკერიამ და თენგოგუნავამ და ნიკამელიამ და დალაშედამენიამ თვითონ ურტყეს თავის თავს სახეში. მართლა ძალიან გთხოვთ, ვინ გამოიყვანა წყობიდან? კლავჭიდელები და კლავჭიდელები, კარატისტები, მოჭიდავეები, ბოქსიორები, რომლებსაც საარჩევნო პროცესთან არანაირი კავშირი არ გაქვს. ძალიან გთხოვთ, ახლა მართლა რაღაც ლოგიკაში ხოვნაჯდებოდეს თქვენი არგუმენტი. და რატომ არის მომზადებული ძალიან აი ერთ რამეზე მიპასუხეთ. ეს ადამიანები, რომლებიც აი ამ სხვადასხვა სპორტული აქტივობებით არიან დაკავებული, ხო? რა კავშირი ქონდათ საარჩევნო პროცესთან იმ დღეს? რა კავშირი ქონდათ? როგორი კავშირიც ქონდათ თქვენს ლიდერებს? ჩვენ ლიდერები არიან პოლიტიკოსები, რომლებიც იყვნენ ამ პროცესთვის დასაკუთრებული, დამკვირვებლები იყვნენ, თავიანთი იყვნენ მობილიზებული გარკვეულად. იყვნენ მობილიზებული, გასაგებია, იყვნენ მობილიზებული. ეს თქვით უკვე ხალბატონმა ვეკაბესელიამაც თქვა და დაადასტურეთ, რომ იყვნენ მობილიზებული კახი კალაძის მიერ იმისთვის, რომ თავზე დასხმოდნენ და ვანდალურად გასწორებოდნენ პოლიტიკურ ოპონენტს. გასაგებია, მადლობთ. გარკვეულწილად მხარი დაუჭირა ადგილობრივ არჩევნებზე ადამიანებს, მაგრამ ამ ინციდენტს აუცილებლად ექნება შეფასება და არავინ არ მისცემს თქვენს პოლიტიკურ ლიდერებს იმის ნებას, რომ მსგავსი პროვოკაციები და არეულობით ქვეყანა გამოიყვანოს მწყობრიდან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ასეთი ტიპის ფაქტები აღარასოდეს აღარ განმეორდეს. ჯობია გამოიძიოთ ალბათონა ელისო და დასაჯოთ ის ადამიანები, ვინც არიან პასუხისმგებელი ამ საშინელ ვანდალიზმზე და ამ თავდასხმაზე ჩვენს ლიდერებზე. კარგით, უბედურებაში გახვევის უფლებას არავინ არ მისცემს. ეს არის ჩვენი ვალდებულება. ელისო, მინდა რომ მედიის თემას დაუბრუნდეთ, აი, როდესაც საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილი დგას ამ ყველაფრის უკან, ამაზე ღია ტექსტით საუბრობს ყველა მხარდამჭერი ნაციონალური მოძრაობის რუსთავი-ორის წარმომადგენლების და ესეჭი არსებობს. მან გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მედიას ივანიშვილი ნაციონალურ მოძრაობას მათ კიდევ აქვს ეჭვი, რომ ივანიშვილს უშლის ხელს რუსთავი-ორი და ესეთი კონტექსტია საერთო. მან გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც წერია: მედიამ ხელისუფლება უნდა აკრიტიკოს
და რასაკვირველია, მეც ამის მომხრე ვარ, მაგრამ არა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიციიდან და ინტერესებიდან, რომელმაც ამდენი ტანჯვა მოუტანა საკუთარ ხალხს და რომელსაც დღეს რევანშის წადია. აი, როგორ კითხულობთ თქვენ აი ამ ციტატას? თუ კი ის არის მაინც დიდი გავლენის მქონე და ამას არ უარყოფს ოცნების არც ერთი წევრი სახელმწიფო მუშაობაზე, რა გზავნილია ეს თუნდაც ახლა სასამართლოსთვის, რომ იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიციიდან მოსაუბრე ტელევიზია პრაქტიკულად არ უნდა იყოს, არა იმ პოლიტიკურ, უნდა აკრიტიკოს, მაგრამ არა იმ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესიდან გამომდინარე, რომელსაც თქვენი ოპონენტი ვთქვათ ეკუთვნის. სწორედ აი მსგავსი ციტატებით არის შეარაღებული თქვენი ოპონენტთა ჯგუფი, როდესაც ხშირად ამბობს, რომ ის დაინტერესებულია ამ კონკრეტული საკითხით. გაქვთ პასუხი? კი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში ჩართულია იმდენად, რამდენადაც მის ნათქვამს აქვს გარკვეული გავლენა და ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი. საერთოდ, როდესაც ივანიშვილზე ლაპარაკობენ, ეს ბატონები თუ ქალბატონები, მე ვფიქრობ, რომ აი სულ მცირე მართლაც რაღაც პატარა ნაწილი მაინც უნდა კონდეს გაკეთებული იმ საქმეებისა, რაც ივანიშვილმა გააკეთა საქართველოში, რომ კონდეს მორალური უფლება ზოგადად მისი საქმიანობაში აფასონ. მე მის საქმიანობას ამ შემთხვევაში არ ვაფასებ და მინდა რომ სხვა ადამიანებსაც მოუწოდო, რომ ესე ხელწამოკვირით, მე მგონი მაინც უხერხულია უბრალოდ, როდესაც მათ შორის იმავე ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც ისინი პროგრესულად იქცეოდნენ და რეფორმებს ანხორციელებდნენ და სააკაშვილს, მე მგონი ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილზე და ძალიან აქტიურად იყენებდა მის ფინანსებს იმისათვის, რომ ქვეყნისათვის გარკვეული რეფორმები გაეტარებინა. ასე იყო. უკვე დიდი ხანი ასე აღარ არის. ის არაჩვეულებრივი პიროვნება იყო დიდი ქართველი, დიდი ქველმოქმედი. მე ის დღესაც ასეთად მიმაჩნია. რაც შეეხება ამ ფრაზას, მან გამოთქვა გულწრფელად თავის დამოკიდებულება. მეც მტკივა გული, რომ რუსთავი 2, რომლის დასაცავად 95 წლის შემდეგ, ბევრი სხვა ადამიანისგან განსხვავებით, ვიდექ ქუჩაში, უზენაესი სასამართლოს წინ, ვარდების რევოლუციის დროს და ასე შემდეგ, დღეს გადაიქცა სამწუხაროდ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის რუპორად, მაგრამ როგორ გითხრათ ახლა, მე არა მაქვს არავითარი უფლება ამ ადამიანებს მიუთითო, როგორი სარედაქციო პოლიტიკა უნდა კონდეს რა, ვინმესთვის გასაკვირია, ვინ იყო ნიკა გვარამია, გენერალური პროკურორი, ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ სერიოზულ საკითხის განხილვაში იღებდა სააკაშვილის დროს. მე ასეთი ჟურნალისტიკა არ მომწონს. ჟურნალისტები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, ობიექტურები. კი ბატონო, ერთხელ გადადგინა ბიჭი და წახვედი შენ ხომ პოლიტიკაში მიიღე გარკვეული გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ შემდეგ ყოველთვის იქნება შენი ობიექტურობის მიმართ გარკვეული კითხვის ნიშნები. ეს პრობლემა მეც მიდგას. მე რომ მოდესმე ჟურნალისტიკაში დავბრუნდი, არ მგონია რომ ადამიანებმა დაიჯერონ, რომ მე ვარ აბსოლუტურად თავისუფალი, დაცლილი პოლიტიკური სიმპათიებისგან და ასე შემდეგ. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ თანამედროვე ჟურნალისტიკის, ასე რომ ვთქვათ, ანუ ამ უნდა კონდეთ ადამიანებს საუბრის უფლება ამ საკითხებთან მიმართებაში. შესაძლებელია, თუმცა რა გიღა თქვენ ახსენეთ ნიკა გვარამიაც, მინდა რომ ჯერ მოვისმინოთ კომენტარი, რა თქვა დღეს პროცესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა, მან გვარამიაც ახსენა და როგორ გამოეხმაურა მას რუსთავი 2-ის დირექტორი და შემდეგ მოგცემთ საშუალებას რომ უპასუხოთ თქვენს ოპონენტს. არ ვისურვებდი რომ მეხილა რუსთავი 2 შეცვლილი და მიმეცა ამითი ვინმესთვის რაიმე სპეკულირების საშუალება მით უმეტეს კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ წინა საარჩევნო პერიოდში. ეს არის ჩემი სურვილი. სასამართლო არის სასამართლო. ის იხილავს საკუთრების საკითხს. ეს არის სამოქალაქო პროცესი. ჩვენ აქ ჩარევის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია. შეიძლება მქონდეს წენაც, პრეტენზიაც. ეს ადამიანურია, რომ ხანდახან წარმატება არ წარმოჩინდება, ხანდახან მხოლოდ უარყოფითის გაშუქება ხდება, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დემოკრატიისთვის და მე არანაირი პრეტენზია არ შეიძლება კერძო ტელევიზიის მიმართ მქონდეს როგორც პრემიერ-მინისტრს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, არის სასამართლო პროცესი, ჩვენ გვაქვს ინსტიტუციები და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეურაცხყოფები, რომელსაც ამ ინსტიტუციებს აყენებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. კატეგორიულად მიუღებელი. იმაზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ, ხა პრემიერ-მინისტრის მისამართი დროებს ლაპარაკობს. ნუ ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მეორე მხრივ მოსახლეობა ამას უყურებს, რომ ადამიანი რომელსაც ნამდვილად არ უნდა კონდეს ასეთი გონორი საუბრის დღეს სამწუხაროდ ასე საუბრობს. ადამიანი რომელიც იყო ნუ არ ვიცი, ერთ-ერთი შემოქმედი ყველაფერი იმის, რაც 2007 წელს ხდებოდა.
გიორგი კვირიკაშვილმა თავის გონორს მიხედოს ფულით ნაყიდი რო იყო და იჯდა ფრაქციაში ახალი მემარჯვენეების. მას საერთოდ არაფერი არ აქვს ალაპარაკო, სამარცხვინოა და სამარცხვინოა, როცა იუსტიციის მინისტრი, რომელიც ასეთ პროცესებს მართავს, იმასაც კი ვერ უწევს კონტროლს. და უკაცრავად ახატია იუსტიციის მინისტრს, რაც ფიქრობს მისივე პრემიერი და სასამართლო პროცესებს მართავს თვითონ. კვირიკაშვილი, რომელიც ნამდვილად ზიანდება ყველაფერი ამისგან, საკუთარ გონორი გააკონტროლოს. არაფერს არ წარმოადგენს ამ ქვეყანაში და მის სიტყვას ჭირის ფასი რო აქვს. თან კარგი კლიავის ჭირის კი არა, რაიმე ტყემლის. აი ამ გონორს მოუაროს კვირიკაშვილმა, რომელიც არარაობაა პოლიტიკური თვალსაზრისით ნამდვილად და ბიძინა ივანიშვილის ჭდილიც კი არ არის. და წულუკიანია, დღეს პრემიერ-მინისტრი თუ გაინტერესებს და არა ირაკლი კვირიკაშვილი. მათინა ბაკუჩაოსთან მექნება შეკითხვა თქვენი აზრით ნიკა გვარამია რუსთავი ორის სიძლიერეა თუ სისუსტე? რუსთავი 2 არის ყველაზე რეიტინგური ტელევიზია დღეს საქართველოში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე რომ რუსთავი 2 სარედაქციო პოლიტიკა არის ღიად პროდასავლური და მე ვფიქრობ რომ სწორედ ამას ებრძვის ბიძინა ივანიშვილი. ქალბატონმა ელისომ საკმაოდ დიდი დრო დახარჯა იმაზე რომ ეკო და ედიდებინა ბიძინა ივანიშვილი. თქვენ ამბობთ რომ თქვენ ამბობთ რომ ძალიან მაღალი წარმოდგენა გაქვთ ამ ადამიანზე და მოყევით მისი წარსული საქმიანობა ასე შემდეგ. ძალიან მაღალი წარმოდგენა ქონდა ამ ადამიანზე საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილსაც, იმიტომ რომ ეს აჩვენა სწორედ 2012 წლის არჩევნებმა, როდესაც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სწორედ ამ ადამიანს და არა იმ პოლიტიკურ გუნდს, ხო, ახლა ის პოლიტიკური გუნდი ძალიან ეკლექტური იყო, მოდი დღეა თქვათ, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს გამოუცხადა ნდობა, მაგრამ რა გააკეთა ამ ადამიანმა? პირველი რაც გააკეთა იყო რომ 80 მილიონი, რომელიც გადარიცხული იყო კახეთის სტიქით დაზარალებულთათვის დაიბრუნა, შემდეგ ერთადერთი ქარხანა, რომელიც ააშენა იმ 100 ქარხნის ნაცვლად, რომელსაც პირდებოდა ქართული ოცნება და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი ააშენა რაღაც ბიტკოინების ქარხანა, რომლიდანაც თვითონ აქვს მხოლოდ სარგებელი და ამით გაინახევრა ტარიფები, რასაც რეალურად მოსახლეობას პირდებოდა. დაკავებულია ხის გადაზიდვით, დაკავებულია იმით, რომ მიითვისოს ბოტანიკური ბაღი, ააფეთქა საყდრისი, ანუ ეს ადამიანი მთლიანად დაკავებულია საკუთარი ხუშტურების დაკმაყოფილებით და მთელ სახელმწიფო მანქანას და თუ რაიმე ინსტიტუტი არის ამ ქვეყანაში, იყენებს იმისთვის, რომ დაიკმაყოფილოს ეს თავისი სურვილები და თავისი ხუშტურები. ასე რომ ერთ რამეში დაგეთანხმებით და ეს არის ის, რომ დიახ, ბიძინა ივანიშვილზე მართლაც ჰქონდათ ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს კარგი და დადებითი წარმოდგენა, მაგრამ სამწუხაროდ მან გაუცრუა იმედი მოსახლეობას და მოატყუა ისინი და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოეყენებინა თავისი რაიმე რესურსი და მათ შორის ფინანსური, მე კარგად მახსოვს, თავად დაუსვი კითხვა ბიძინა ივანიშვილს, როდესაც პარლამენტი ამტკიცებდა მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, როგორ აპირებდა ის ამ დაპირებების დაფინანსებას და ცხადია, როგორც აბსოლუტურად მოსახლეობის ყველა წევრს, ვინც მას მხარი დაუჭირა, გამოაცხადა, რომ ის საკუთარი ჯიბიდან აპირებდა ამას. რა თქმა უნდა, არ გააკეთა და ეხლა უბრალოდ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ პროცესი არის ეს პროცესი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩაახშოს ხალხის ხმა, ის ტელევიზია, რომელსაც სიმართლე მიაქვს ხალხამდე და არანაირი პროცესი, არანაირი კავშირი ამას მართსაჯულებასთან და სამოქალაქო დავასთან ამ პროცესს საერთოდ არ აქვს. ამას ესე და ამგვარად ნამდვილად ვერ შეფუთავთ. ახლა კვირიკაშვილი, რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილს იმით ჯობია, რომ შეუძლია რაღაცის, ასე ვთქვათ, სიტყვებით შეფუთვა ოდნავ უკეთ, ვიდრე შეძლო ღარიბაშვილს, მაგრამ არსებითი განსხვავება ამ ორ ადამიანს შორის არ არის, რა თქმა უნდა, რადგან ისინი თავიდან ბოლომდე ექვემდებარებიან ბიძინა ივანიშვილს და მის სურვილებს, ხოლო ახლა მისი სურვილი არის ის, რომ დაიხუროს. რაც შეეხება რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკას, თქვენ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ ის მკვეთრად ემთხვევა თქვენი პარტიის სურვილებს? თუ იმას გულისხმობთ, ქალბატონო ნინო, რომ რაც მე უკვე ვახსენე, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა არის ღიად პროდასავლური, დიახ, ჩვენი პოლიტიკაც არის ღიად პროდასავლური და ჩვენ ნამდვილად ვიბრძოლებთ ყოველთვის იმისთვის, ეს მე ავღნიშნე კიდეც სხვა კითხვასთან მიმართებაში, იმისთვის, რომ საქართველოს არ გადაუხვიოს თავის ევროატლანტიკურ არჩევას, რაგინ დიდი მცდელობები არ კონდეს ქართულ ასე ჩვენი ტელეკომპანიის კურსიც არის სრულიად პროდასავლური, მაგრამ ჩვენ არავინ გვაბრალებს იმას, რომ ჩვენ ნაციონალური მოძრაობის ტელევიზია ვართ, ან მასთან რაიმე კავშირში ვართ. მე მაინტერესებს
თუ სხვა თვალსაზრისით თუ ემთხვევა, მათ აქვთ თუ არა სურვილი რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს ნაციონალური მოძრაობა და ამას ერთობლივი ეს კითხვა ნამდვილად მე არ უნდა დამისვათ, მე მოგახსენებთ ჩემ აზრს ამ ტელევიზიაზე როგორც მისი მაყურებელი და ასეთი მაყურებელი ამ ტელევიზიას ყავს ძალიან ბევრი და მე დარწმუნებული ვარ ყველა ამას გეტყვით რომ ეს არის ის ტელევიზია რომელიც აშუქებს ობიექტურად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და სწორედ ამიტომ არის ასეთი ყურებადი და ასეთი პოპულარული და სწორედ ამიტომ უნდა ბიძინა ივანიშვილს რომ ჩაახშოს ეს ტელევიზია. აი ჩვენ რეკლამის დრო გვაქვს თუ პატარა რეპლიკა გაქვთ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვისმენთ ასეთ არაგულწრფელ პასუხს. უბრალოდ ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ რა თქმა უნდა რუსთავი ემსახურება ნაციონალურ მოძრაობას, ჩემდა სამწუხაროდ დღეისათვის და რა თქმა უნდა ყველა გადაცემაში თქვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელმა მე მგონი არ უნდა ისაუბროს მედიის დაქვემდებარების თემაზე, მაგრამ სამწუხაროდ გამოსჭვის აი ეს სურვილი და ჩვენ გვაქვს მოსმენილი არაერთი საუბრები, მათ შორის თქვენი ეგრეთ წოდებული ლიდერების, მე არ ვთვლი ბატონ სააკაშვილს ახლა რაიმეს ლიდერად საქართველოში, თუ როგორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და რა თემასთან დაკავშირებით უნდა გააღიზიანონ მოსახლეობა და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვთვლი რომ ეს პიარიც უკვე ძალიან გაცვდა და რეალურად თქვენ ეს ყველაფერი ვერ მოგცემთ იმ შედეგს, რასაც ელოდებით, ამიტომ მე მგონი დროა რომ ნაციონალური მოძრაობაც რუსთავიორიც გამოვიდეს 2003 წლის მოვლენების ეიფორიიდან, ასეთი რამ საქართველოში ვეღარ განმეორდება, უნდა გახდეთ კონსტრუქციული ოპოზიციური ძალა და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე ხელდასმული ბიძინა ივანიშვილის მიერ და მას ის ვაქოთ და ვადიდოთ ისე როგორც ამას აკეთებს თქვენ ქალბატონელი. ასევე გააკეთოს რუსთავიორმა და მაშინ იქნება ცხადია ბედნიერი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. არა ცემატ ადამიანების, არა ტელევიზიებში სპეცრაზმებით შევარდნა, არა პროვოკაციების მოწყობა ქუჩაში, არამედ კონკრეტული პოზიტიური მესიჯები და კონკრეტული პოზიტიური პოზიტიურ მესიჯებს ელოდება საქართველოს მოსახლეობა თქვენგან. კი არ ელოდება დაპირისპირებას, შურისძიებას. ჩვენ ვანხორციელებთ თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ 4 წლის განმავლობაში გარდა ამ ქვეყნის დაქცევისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნისა სასამართლოს დაქვემდებარებისა და მედიაზე ზეწოლის. ძალიან არაობიექტური უნდა იყოს ადამიანები. არ აღნიშნო ქუჩებში და ნახეთ რა ხდება. სფეროში. დიახ, ხედავ რაც ხდება ქუჩებში. ადამიანები სახლებს იმის გამო რომ ოპერაცია გაიკეთონ აღარ ყიდიან და ადრე რომ გაყიდეს და უსახლკაროდ არიან დარჩენილები, ესე ჩვენი მოსაგვარებელი პრობლემა გახდა. ჩვენს ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიები და მისი სოფლები არ დაუკარგავს. ჩვენი ხელისუფლება რუსეთის პროვოკაციებს არ წამოგებულა და ძალიან ბევრი რამ აქვს კიდევ სათქმელი იმასთან დაკავშირებით. თქვენ პოლიტიკური გუნდი არის ის და ბიძინა ივანიშვილი ვინც ამბობდა რომ ომი დაიწყო საქართველოს და ეხლა ესეთ მოღალატეობრივ განცხადებებზე მე საერთოდ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ რეალობა ის არის, ბოდიშს ვიხდი რომ ეკონომიკა ესე დღეში არ ყოფილა ძალიან დიდი ხანია საქართველოს უახლოეს ისტორიაში, შემცირებულია ექსპორტი, იმპორტი, დევალუაცია ლარმა განიცადა. გაზრდილია მთლიანი შედაპროდუქტი აი ამ ფონზე. ნუ ეხლა რაზე უნდა გელაპარაკოთ, ეხლა შეგიძლიათ მაშინ მცდარი სტატისტიკაც მოიყვანოთ და ადამიანებს მართლა ნაცარი შეაყაროთ თვალებში, ისინი თავის ტყავზე გრძნობენ და თავის თავზე გრძნობენ იმ უკიდურეს გაჭირვებას, რაშიც თქვენმა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ მიიყვანა, სადამდეც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ მიიყვანა ეს ქვეყანა. ეს არის რეალობა. ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი საზოგადოება ოქტომბერში გასცემს. ჩვენ გვექნება შეჯამოთ რომ რეკლამის დროგობს ახლა. მოძრაობა მე მგონი საერთოდ გახდება რაღაც არ ვიცი, საპარლამენტო ძალა თუ ან კი ან არა. ძიმე პროგნოზი გააკეთა ქალბატონ მელის, მომენტო ქალბატონ თინას აუცილებლად ექნება ამის გამოხმობის შესაძლებლობა, ოღონდ რეკლამის შემდეგ დროებით.